მოგესალმებით ყველას. მინდა გაგახაროთ. მივახციეთ ავატარის მეორე სეზონამდე. როგორ ველოდებოდი ამ მომენტს რა. როგორ ველოდებოდი რაც პირველი სეზონი დავამთავრე, იმის მერე საკმაოდ კაი ხანი გავიდა ერთ კვირაზე მეტი და ერთი სული მქონდა, როდის ვნახავდი მეორე სეზონს, იმიტომ რომ პირველი მომეწონა. ვერ ვიტყვი რომ შემიყვარდა და ძალიან გიჟდებოდი და ასეთი რამე, მაგრამ ძალიან კარგი იყო. მეორე სეზონზე მითხეს უკეთესი იქნებაო და იცით რა, ჯერა. აშკარად ჯერა, იმიტომ რომ ავატარს ეტყობა, რომ ისეთი სერიალია, რომელიც ნუ უფრო უკეთესისკენ და უკეთესისკენ შეიცვლება და როგორც პირველი სეზონის ბოლო სერიის დასკვნით ნაწილში ვთქვი, თუ პირველი სეზონი ასეთი კარგი გამოვიდა, წარმომიდგენია მეორე როგორი იქნება და მესამე როგორი იქნება, ამიტომ მოდით ყოველგვარი ზედმეტი საუბრის გარეშე გადავინაცვლოთ ავატარისკენ. ერთს იმას ვიტყვი, რომ საკმაოდ ბევრი ის გვაქვს მომენტი ამოხსნელი, ანუ რაც მეორე სეზონში წესით უნდა, რაზეც უნდა გავამახვილოთ წესით ყურადღება ერთი ზუკოს და რომელიც უნდა გამოფწყინდეს ამ სერიაში უეჭველი და მეორე წლის ბრძანებლობა. დიდი ალბათობით კატარა ასწავლის ანგს ბოლომდე უკვე მაქსიმალურ დონეზე წყნის ბრძანებლობას პირველი სეზონის დასაწყისში ალბათ დაასრულებს, ალბათ ტაიმსკიპი იქნება, ან პირდაპირ დასრულებული იქნება, მაგრამ ასე მგონია, რომ ტაიმსკიპის მერე უკვე პირველ 2 თუნდაც 3 სერიას, თუნდაც მარტო 1 სერიას, რა ვიცით, მეორე სეზონისას დავუთმობთ იმას, თუ როგორ ასრულებს ანგი წყნის ბრძანებლობის შესწავლას და როგორ იწყებს შემდეგ სერიაში უკვე მიწას. იმიტომ რომ ეს მეორე სეზონია, მეორე წიგნი და სათავურად აქვს მიწა. და ლოგიკურია, იმიტომ რომ პირველ სეზონში წყნის ბრძანებლობას სწავლობდა ანგი და მეორე სეზონში მიწის სასწრაფო ალბათობით და თანმიმდევრობითაც ეგრეა, ჯერ წყალი, მერე მიწა, მერე ცეცხლი. ავატარის მიხედვითაც, იმიტომაც არის, რომ ბროკუ ცეცხლის ბრძანებელი იყო და ანგი ჰაერის. ანგის შემთხვევაში ჯერ ჰაერი, მერე მიწა, ჯერ ჰაერი, მერე წყალი, მერე მიწა, მერე ცეცხლი. ასე რომ, დავიწყეთ. ავატარი, ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი, მეორე სეზონის პრემიერა ხალხო, პირველი სერია. 3, 2, 1 დავიწყეთ. მიწა. ეს ცნობილი გადახტობა იყო. ჰაერი. დიდი ხნის წინ 4-ერი მშვიდობიანად ცხოვრობდა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ცეცხლის ერმა ბრძოლა ინტროს დავაკვირდები და ცვლილებებს შევხედა. თუ იქნება. მაგრამ როდესაც ავატარი მსოფლიოს ყველაზე მეტად ჭირდებოდა, ის გაუჩინარდა. ჯერჯერობით ცვლილებებს ვერ ვატყობ. გავიდა და მე და ჩემმა ძმამ ახალი ავატარი ვიპოვეთ. ის ჰაერის მბრძანებელი ანგია. მისი საოცარი შესაძლებლობების მიუხედავად კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს, სანამ ვინმეს გადაარჩენს. თუმცა მჯერა, რომ ანგს მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია. ავატარი, ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი. მეორე წიგნი, მიწა. პირველი ეტაპი, ავატარის მდგომარეობა. კარგი. მესამე სერია. პირველი სეზონის მესამე სერია. ეს ნაბუნიობა თუ რა? ეს ფინალი პირველი სეზონის. ამაზე ლაპარაკი გინდა? არა, უბრალოდ კოშმარი იყო. ავატარის მდგომარეობაში ვიყავი, მაგრამ ჩემი სხეულის გარეთ და ჩემს თავს უყურებდი. შემეშინდა, საშიში ვიყავი. კატარა, მინდა რომ ეს მოგცე. ეს ამულეტი სულიერი ოაზისის წყალს შეიცავს. ამ წყალს უნიკალური თვისებები აქვს. არ დაკარგო. ცოტა გახლოვანება აგვიანებს, არ გონიათ? ანგ,
ეს გრაგნილები წყლის მართვის დაუფლებაში დაიხმარება, მაგრამ გახსოვდეს, რომ ისინი ნამდვილ ოსტატს ვერ შეცვლიან. სოკა. აბა. თავს გაუფრთხილდი შვილო. აღმოსავლეთით მიწის სამეფოში გაფრინდით. გენერალი პონგი. სოკას არაფერი არ შეხვდა. იქ კი უსაფრთხოდ იქნებით და მეფე ბუმისგან მიწის მართვას ისწავლებს. მეფე ბუმისგან. აბა, ჰიპ. ფიფებიას მოკითხვა გადაეცით. მეფე ბუმისგან. ჩვენი ბუმისგან. ეს ყველაფერი ძალიან მინატრებოდა. ვაიმე აირო. ფიქრებდა, რომ საკვებისა და წყლის გარეშე ზღვაში სამკვირიანი მოგზაურობა ასეთი დამაღლილი იქნებოდა. მესმის, დღეს ის დღეა, რა? 3 წლის წინ გამოძევეს. ყველაფერი დავკარგე. ყველაფრის დაბრუნება მინდა. აბადარი, ჩემი ღირსება და სამეფო ტახტი მინდა. კი. არ მინდა მამა ჩემი ფიქრობდეს, რომ უხეიროა. დარწმუნებული ვარ, ასე არ ფიქრობს. ასე რომ ფიქრობდეს, რატომ გაგაძევებდა? სისულელე თქვი რა? Ну, принципе, რა ხდება? მოგაცრავად. დაიკო. ჩემმა ძმამ და ბიძა ჩემმა ცეცხლის ბატონს შეურაცხყოფა მიაყენეს და ყველანი შეგვარწყვინეს. შესაძლოა თქვენ სამეფო ოჯახის წევრებზე თავდასხმას ერიდებით. მე მესმის. მაგრამ გარწმუნებთ, რომ თუ იყო ხმანები. ბოდიში უნდა მოგიხადოთ. რაც პრობლემა არის აშკარა გახმოვანებას და რა ხდება? ამწამით. უბრალოდ შევამოწმებ რა. ახლა ეს გამოსწორდა. თავიდან პრობლემა იყო რაღაცა აშკარა და მოდით გავაგრძელოთ რა ჩვეულებრივად ბოდიშ სიხტილის გამო. 3, 2, 1. ჩემმა ძმამ და ბიძა ჩემმა ცეცხლის ბატონს შეურაცხყოფა მიაყენეს და ყველანი შეგვარწყვინეს. შესაძლოა თქვენ სამეფო ოჯახის წევრებზე თავდასხმას ერიდებით. მე მესმის. მაგრამ ეს ხმა ესე. თქვენს განადგურებაზე დიდხანს არ ვიფიქრებ. თავისუფლები ხართ. ეს ხმა ორიგინალში. მაგრამ ბეცნობა. კურსში შესვლის საშუალებას არ მოგცემს. აპატიეთ კაპიტანო, მაგრამ წყლის მიმოქცევაზე ბევრი არაფერი ვიცი. შეგიძლიათ ამიხსნათ. რა თქმა უნდა, თქვენო უმაღლესობა. გემს წყლის მიმოქცევა მართავს? სამწუხაროდ შეკითხვა ვერ გავიგე. თქვენ თქვით, რომ წყლის მიმოქცევა გემს ნავსადგურში შესვლის საშუალებას არ მისცემს. გემს წყლის მიმოქცევა მართავს? არა, პრინცესა. და თუ მე გემიდან გადაგაგდებთ. წყლის მიმოქცევა დაფიქრდება კლდეებზე მიგახეთქოთ თუ არა. არა, პრინცესა. მაშინ იქნებ იმ წყლის მიმოქცევაზე დარდი არ ღირს, რომელმაც თქვენი მოკვლა უკვე გადაწყვიტა. და იქნებ ჩემზე დაფიქრებულიყავით. მე ხომ ჯერ არაფერი გადამიწყვეტია. ჩვენ ნავსადგურში შევალთ. ვინ არის ეს პრინცესა? აი ისიც. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ავატარო ანგ. მე გენერალი ფონგი ვარ. მოგესალმებით, დიდებულო გმირებო. კარგი, პირდაპირ მიწიდან ვიწყებთ. მამაცი სოკა, ძლევა მოსილი კატარა. ძლევა მოსილი კატარა, ეს მომწონს. რაიათ ყველას შევაქეთ. მომოც კი არ გამოვტოვეთ. ეს კაია. ცუდი არ არის. ცუდი არ არის. საერთოდ არა. ავატარო ანგ. თქვენი თაღფრთოვანებული ვართ, რადგან ჩრდილოეთ პოლუსზე ცეცხლის სამეფოს მთლიანი ფლოტი დაამარცხეთ. წარმოდგენაც კი არ მაქვს, ასეთი გამანადგურებელი ძალის ფლობა რას ნიშნავს. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ცდილობ ამაზე არ ვიფიქრო. ავატარ, ცეცხლის ბატონთან შესახვედრად უკვე მზად ხარ. რა? არა, მზად არ ვარ. რა?
ანგი 4-ვე ელემენტს უნდა დაეუფლოს. რატომ? მას ძალა აქვს, რომლითაც ასობით საბრძოლო გემის განადგურება რამდენიმე წუთში შეუძლია. ცეცხლის ბატონის დამარცხება ახლავე შეუძლია. ხო, მაგრამ ბატონო, კარგი, მოდი დაწმართი ძრაო. ავატარის მდგომარეობაში. ეს განსაკუთრებული მდგომარეობაა. არ ვიცი. შენი თვალები და სვირინგები ანათებენ და დაუჯერებელი ძალის პატრონი ხდები. შენ გარეშე იქამდე გაგვანადგურებენ, სანამ მათ ნაპირებამდე მივაღწევთ. შენ ჩვენი იარაღი იქნები და ცეცხლის სამეფოს ცენტრში შეშ. რა? მართალია, მაგრამ არ ვიცი ავატარის მდგომარეობაში როგორ აღმოჩნდე. ისიც არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, როდესაც კარგი, მოდი ჯერ ცეცხლის განადგურებაზე მივიფიქრებთ. შესვლაში დაგეხმარები. შემდეგ კი შენს ბედს შეხვდები. არა, გადაწყვეტილი არაფერია. ჩვენ გეგმა გვაქვს. კი, ანგი თავის მისიას თავისებურად შეასრულებს. კარგი, მაგრამ სანამ შენ ელემენტებს ეუფლები, ომი გრძელდება. შეიძლება რაღაც გაჩვენოთ. ეს საავადმყოფოა. ესენი კი ჯარისკაცები, რომლებსაც გაუმართლათ და დაბრუნდნენ. ყოველდღიურად ცეცხლის სამეფო სიცოცხლეს გვართმევს. ადამიანები იღუპებიან. ეს ახლავე უნდა დაასრულო. ესე გეკვირია. არ ვიცი, არ არის კარგი იდეა. თან როცა ზუკოს და არის იქ. სახელი მაინც გითხარით, რა ქვია ქალბატონს. ეს რა ჩანდება? ელვა? თითქმის იდეალურია. ხოლოდ მცირედი აკლია. მოიცა, ეს საკმარისი არ აი არის. რომ მახსოვს პირველ სეზონში ელვას შემცვალა მიმართულება და ხო არ შეიძლება, ახსენიდან გამოჩნდა. ხო არ შეიძლება ცეცხლის ელემენტის როგორღაც ელვად გარდაქმნა. შემოდი ანგ, ჩვენ საუბარზე იფიქრე. თანახმოვარ. ცეცხლის ვა. ბატონი. მე მაპატიეთ, ხო პამდვილად მეორე სეზონის პირველი სერია ჩავთე. გენერალს უთხარი, რომ ავატარის მდგომარეობაში შესულით დავეხმარები. ანგარა, ეს სწორი გზა არ არის. რატო? გახსოვს ცეცხლის სამეფოს ფლოტი როგორ დაამარცხა? ის შეუდარებელი იყო. ამის გასაკეთებლად სწორი გზა არსებობს. ეს წვრთნა, სწავლა და დისციპლინა. ან უბრალოდ უნდა იმოქმედო და ცეცხლის ბატონი გაანადგურო. თუ თქვენ ორ ჭკვიანს იმ ყველაფრის წყალში ჩაყრაგინდეთ, რისთვისაც ჩვენ შრომობდით, მაშინ მიდით, იმოქმედეთ. პატარა, მე უბრალოდ რეალისტი ვარ. ახლა ყველაფრის სწორად გაკეთების დრო არ გვაქვს. არ ვიცი, ერთი მხრივ ბესპის რატომაც ცდილობს ეს გენერალი რომანგი შეაბრძოლოს ოზაისთან. სტიმულირებელი საშუალებაა. მაგრამ არა. მისი დახმარებით შანსი არ არის რომანგი. ჯერ უფრო ძლიერი პირდაპირ შენ მასლიდან მივიდეს. ავატარის მდგომარეობაში გადაგიყვანოს. 10 ჯერ უფრო ძლიერი გავხდები? სულ მოქმედებს? მე ვერაფერს ვიტყვი, ამიტომ ვინმა მითხარით ავატარის მდგომარეობაში ვარ თუ არა, რადგან მე ჩემს თავს ვერ ხედავ. ძალიან ხმამაღლა ვლაპარაკობ. გონი თავისი ლაპარაკით ცეცხლის ბატონს სიკვდილამდე მიიღო. კაი, იყო სოკა. მე შეგაშინებ და ავატარის მდგომარეობაში გადაგიყვან. სიურპრიზები მიყვარს. ესეც კაი იყო. სოკა მომოსთავით. თქვენ თითოეული ერის სარიტუალო ტანსაცმელი გაცვლიათ. თითოეული ერის სარიტუალო. 4 ელემენტს გავაერთიანებ. მიწა, წყალი, ცეცხლი, აერი. 4 ელემენტი როგორც ერთი მთლიანობა. ეს ტალახი. კი, რამეს გრძნობ? დაცემილებს ახლა. გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. მაგდენი ტალახი მთლიანად არ გიხარა თანზე. ამომშვენიერეს ნიჟერებს შეხედე. მათი ყურებით მრავალი წლის მერთო არის რომ უსარგებლო ნივთები აღარ გჭირდება. შენ დაგავით რომ მათი ტარება ჩვენ მოგვიწევს. გამარჯობა ძმაო. ო, ბიძია. აქ რასაკეთებ? ჩემს ქვეყანაში ერთმანეთს ვესალმებით, სანამ შეკითხვების დასმას დავიწყებთ. ნუ თუ ასე სწრაფად გავზრდელდი ზუზუ. ზუზუ. ნუ მეძახი. აქ მოსვლის პატივი რაც ზუზუ კაი. როგორც არ გვინდა. ოჯახის თვისებაა. ორივე თავიდანვე საქმეზე გადახვედი. სახლიდან შეტყობინება ჩამოვიტანე. მამამ აზრი შეიცვალა. მოულოდნელად ოჯახი მისთვის მნიშვნელოვანი გახდა. მამას ხმები მოუვიდა, არა. ის წინააღმდეგ რაღაცას აპირებენ. გარშემო მოღალატეები არიან. არა, ეს ტყუილია.
ახლა მხოლოდ ოჯახის წევრების ნდობა შეიძლება. პირველი სეზონის ბოლოს ზუსტად ოჯახის წევრის ნდობა რომ არ შეიძლება ეგ მაგას გიგონე მივხვდით. რა ვთქვი? უნდა გიხაროდეს. ახტაცებული და მადლიერი უნდა იყო. შესანიშნავი ამბავი მოგიტანე. უბრალოდ შენ ზმანს დაფიქრება სჭირდება. ნუ გვაწყვეტინე ბიძია. ო, მადლობა ჯერ კიდევ არ გამიგონია. შიკრიკი არ ვარ. ვალდებული არ ვიყავი აქ მოსულიყავი. მამა ნანა, აი, ემოციური კი ყოფილა ეს ბავშვი. მას უნდა რომ დავრუნდე? ხედავ რომ დაფიქრება გჭირდება. აქ ხვალ მოვალ. ხამემშვიდობის. აი, შეიძლება ვილაპარაკოთ. რა თქმა უნდა. გახსოვს ჰაერის ტაძარში რომ ვიყავით და ბერგიაცოს ჩონჩხი ვიპოვე. კარგია. შენთვის საშინელება იყო. შენ ისეთი გულდაწყვეტილი იყავი რომ შენს თავსაც აღარ გავდი. იმას არ ვამბობ რომ ავატარის მდგომარეობაში შესვლა არ დაგეხმარება, მაგრამ ანუ ხო, უნდა გაიგო რომ მათ ვისაც უყვარხარ. მაგრამ შენი ტანჯვისა და ტკივილის ყურება ძალიან შინებთ. მიღარია რომ ეს მითხარი. ეს მაინც უნდა გავაკეთო. არაფერი ანს ეს სჭირდებოდა. არ გესმის. ყოველ დღე სულ უფრო მეტი ადამიანი კვდება. მე 100 წლით დავიგვიანე. ცეცხლის ბატონის დამარცხება ომის დასრულების ერთადერთი გზაა. მოდიშით კიდევ ერთხელ უნდა გავწყვეტო. დღეს ნამეტანი ურევს ეს ჩემი კომპიუტერი ყველაფერს. რა საშინელება არა, მაინც დავიც მეორე სეზონის პრემიერის დღეს. კაი დაიწყეთ. 3, 2, 1 გავაგზავნეთ. მისი დამარცხება უნდა ვცადო. ამის ყურებას ვერ შევძლებ. არ მოვალ. ვაუ. ხამემშვიდობის. ხამემშვიდობის. ჩვენ სახლში ვბრუნდებით. 3 ხანგრძლივი წლის შემდეგ ვბრუნდებით. ეს დაუჯერებელია. ეს წარმოუდგენელია. ჩემს მას არასდროს არაფერი უნანია. აზულას ნათქვამი მოისმინე? მამა მიხვდა რომ მისთვის ოჯახი მნიშვნელოვანია. აზულას ნათქვამი მოისმინე? აზულა. მისთვის ოჯახი მნიშვნელოვანია. აა, ის ჩემზე დარდო. აზულა. შენზე არ დარდობ. აზულა ვიცი სახელი. უნდა. არა მგონი გაგონილი ქონდა ბევრჯერ. მოუნდოდეს შენ რომ ფიქრობ. არ იცი მამას როგორ უყვარო. შენ არაფერი იცი. ზუკო. ვაუ, უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ ჩვენ ოჯახში ყველაფერი ისე არ არის როგორც ჩანს. შენ კი სწორედ ისეთი ხარ როგორიც ჩან ხარ. ზარბაცი. საეჭვო და სულელი მოხუცი ხარ, რომელსაც ყოველთვის თავისი ძმის შურდა. ზუკო. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. თავისი ძმის შურდა ეგ უკვე ნამეტანი იყო მეგონი. აუ, საწყალია რა. რითი დაიმსახურა ახლა აი. ვოხ. ზოკა, გაიღვიძე. რა? გონი ავატარის მდგომარეობაში არ უნდა გადავიდე. დარწმუნებული ხარ? ხო, კარგი. რა? ფიქრობ გენერალი გაბრასდება? და რას გეტყვის? ავატარი ხარ. ეს შენზე უკეთ ვინ იცის? მაგას ვერ ვიტყოდი. სიმართლე გითხრათ. მოიცადე. ჩემ გარეშე არ წახვიდე. ბიძია, შენ გადაიფიქრე. ოჯახის წევრები ერთად უნდა იყვნენ, ხომ ასეა? ო. მოგონებები. ბოლოს და ბოლოს სახლში ვბრუნდებით. თან მომწონს ეს და თან არ მომწონს. ო, ჰაიროს სახე. საქმე ის არის რომ ჩემი აზრით ამის გაკეთებას ვერ შევძლებთ. ასე რომ სულ ეს არის. დარწმუნებული ხარ რომ აზრს ვერ შეგაცვლევინებ? დარწმუნებული ვარ, ავატარის მდგომარეობაში მხოლოდ მაშინ გადავდივარ, როდესაც ნამდვილი საფრთხე მომუქრება. მესმის? და ახლა ნამდვილი საფრთხე დაგემუქრება. ვაუ. კაი გადაჩენა იყო. ნეომარნო. ავატარს თავს დაესხით. ავატარს რა ხდება ახლა? აუჩი. ბოდიში გენერალო, მაგრამ მე მგონი ნამეტანი აჩქარდი. გამოიგებს. კარგი იქნებოდა, მაგრამ არა. ასევე კარგი ის არის, რა ქვია, მეთოდი მე თქვენი ქვების გამოყენების. მე არ შეგაბრძოლებით. კაია. კაი,
ტექნიკა იყო. კი, სოკა უფრო ძლიერია, ვიდრე თქვენ გონიათ. ასე რომ მოერიდეთ ავატარსაც და სოკასაც. მოვარტყეს? თუ განმოხდა თავისით, ხო? სამუდამოდ ვერ გაიქცევი. სამუდამოდ ვარ იბრძოლებთ. ეგეც სიმართლეა. აი რო არავის სარენდობა. წარმოგიდგენთ გები ახლა ალბათ ის სახე მიღბების ქვეშ აიროს სახეს რო ხედავენ. მიხარია რომ მოსვლა გადაწყვიტეთ. წასასვლელად მზად ვართ თქვენო უმაღლესობა. კურსი სამშობლოსკენ აიღეთ, კაპიტანო. სახლი. ხომ გაიგონეთ პრინცესამ რა თქვა? გუზები აწიეთ, ტყვეები სახლში მიყვავს. თქვენო უმაღლესობა. მე ტყვეები სახლში მიყვავს. დებილი ხარ. შენ მომატყუე. თითქოს ეს ადრე არ გამიკეთებია. ვაუ. გადასულა. ასერიაში რა ხდება გადასულებზე? სიგიჟეს აკეთებენ, დავიჯერე. იქნებ ჯობია წავიდეთ და დავწმუნდეთ, რომ ანგი კარგად არის. რა ხდება? გენერალი გაგიშდა. უნდა რომ ანგი ავატარის მდგომარეობაში იძულებით გადაიყვანოს. უი. კარგი ცხენი ხარ. ცხენია რომ რაღაც სხვა რამეს გავს. დინოზავრს უფრო გავს. შესაძლოა შენ გამექცე, მაგრამ ის ვერ გამექცევა. ეს კაი იყო. ცეცხლის და მიწის დაწყლის გაერთიანებით. არაფერი დაუშვა. ტალახი. გარწმუნებული ვარ ტალახის მიღება მარტო მიწის ელემენტითაც შეგვიძლია. გატარა. არა. შეწყვიტეთ. გაუშვით. მას გადაარჩენ თუ ავატარის მდგომარეობაში გადახვალ. სტილო. ანგ, იზირები. სიკაშკაშეს ვერ ვხედავ. ხო, ამას ნუ აკეთებთ. როგორც შენ სამის გაკეთება მომიწევს. ეგ არის. გამოვიდა. ახლა მოხიე აქედან. თუ არ გინდა რომ თავის გარეშე დარჩე, რა ვიცი მე. არ ვიცი რას იზამს ანგი, მაგრამ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, გადასულები. ზუკო, წავედით. ხომ იცი მამა ჩრდილოეთ პოლუსის დაკარგვაში აიროსა და ნაშაულებს. შენ კი საწოდა ვუიღოთ გთვლის, ვისაც ავატარის მოძებნა არ შეუძლია. შენი სახლში დაბრუნება რატომ უნდა უნდადეს? ის გამოგკეტავს, რომ აღარ შეერცხვინო. აი ამ ელვას კიდევ ვერ დავუმუხა მე, ანუ კონკრეტულად ცეცხლისგან მიიღება, ხო? ოპა, კი. მაგას ვამბობდი, აიროს შეუძლია ელვის მართვა. მერთოდ შეგო. ავატარო ანგ, გესმის ჩემი, შენი მეგობარი უსაფრთხოდა. ეს მხოლოდ იმიტომ გავაკეთეთ, რომ ავატარის მდგომარეობაში გადასულიყავი და ეს გამოგივიდა. არაფერი არ ესმის. შეიდიოდა. ეს ახლა მიწა იყო? მიწის ბრძანებობა? თუ უბრალოდ ძლიერი ის
დროა გაიგო რომ Roku. ავატარის მდგომარეობა დამცავი მექანიზმია. ის წინა ავატარების უნარებსა და ცოდნას შეგძენს. ეს კიოში. სიცოცხლეების შერწყმი. კიოში ზუსტად ბიცის ბრძანებელია, რომელიც ვჭირდება. შენს სხეულში გადმოიჭრა. ეს წყლის ავატარი. ავატარის ეს მდგომარეობა ჰაერის უძლებელი სხვა. არ. კიდევ ერთი ცეცხლის თუ როკუა ეს? მაგრამ ამავე დროს დაუცველი წყალი. ავატარები ნახე. რას გულისხმობთ? თუ ავატარის მდგომარეობაში მყოფს ავატარის რა ბრუნება ეს იყო? დასახვის წრე დაირღვევა. და და ავატარი არსებობს. ავატარები. მაპატიე კატარა. იმედი მაქვს რომ ასეც მეორედ აღარ ვნახავ. ხუმრობ? ეს თითქმის იდეალური იყო. უბრალოდ შენი გაკონტროლების გზა უნდა გამოვნახოთ. თქვენ გაგიშდით. ამას მაშინ გავარკვევთ, როდესაც ცეცხლის სამეფოში წავალთ. ვინმეს ეს არ მოსწონს? ომაშუმი გამცილებელი კვლავ გჭირდებათ? მგონი აღარ გჭირდება. კი, ომაში უნდა ჩვენით მივაღწევთ. ვინც ამ მოღალატეებს ხელს დააფარებს, ცეცხლის ბატონის რისხვას თავის თავზე გამოცდის. წერსად დაიმალებიან. დაიკო სერიოზულად არის განწყობილი. მგონი აქ უსაფრთხოდ ვართ. რელიზი მოამზადა აჭარანეთკომმა. რა? ზუკო? თმები მეგმერთო ყველაფერს ერთად დავაჭირეთ ითი აუ ამ კომპიუტერს ერთხელ და სამუდამ გავასწორებ და დაბრუნდები ბევრი მაქვს აშკარად სააპარაკო ხო ესე იგი ავატარი მეორე სეზონის პირველი სერია მაგარი აუ რა იყო ეს მართლა მეგონა რომ სულ სხვა სერიალს ვუყურებდით მივახციეთ როგორც იქნა ზუკო მიხვდა რომ ოზაის სულ როგორ თქვა რომ უხეშად არ გამომივიდეს არ აინტერესებდა საერთოდ ზუკო ასე ვიტყვი თორემ ცოტა უარესი მქონდა გეგმაში სიყვარულზე ხო საუბარი არ არის არ ყვარებია საერთოდ არც ზუკო მაიროსაც რა თქმა უნდა არა არანაირი პატივისცემა და არანაირი სიყვარული არ ქონია მის მიმართ და არ ვიცი დაზე ეს ვერაფერს ვერ ვიტყვი აზულაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი ანუ შეიძლება მე მაგასაც უღალატოს თუ რამით არ მოეწონება იმიტომ რომ შევატყვი აშკარად ოზაის ისეთი ტიპია არც ისე კეთილი მაგრამ აზულა საინტერესო პერსონაჟია ანუ როგორც საკმაოდ უხეშია როგორც ემოწონს ასეთი პერსონაჟები ნუ როგორც თუ ასეთი ანუ კარგად თუ აჩვენებენ ახლა ხვდებით რასაც გულისხმობთ თან ისეთიც არა რომ ყველაფერზე გიждდებოდეს და ყველაფერზე ყველას შეურაცხყოფას აგანებდეს საკმაოდ უხეშიც არის საკმაოდ ემოციურიც არის საკმაოდ ეშმაკიც არის და საკმაოდ ისეთი არის რა ეშმაკი გოგოა რა ძალიან მაინტერესებს მაგისი ელვის ბრძანებლობა ანუ სნაიპერსულად როგორ შეძლო ცეცხლი რო გარდაქმნა ელვად მე სიმართლე გითხრათ ესეთი რამ არსად ვერ მინახავს მიწაქვად კი ბატონო წყალი ყინულად თოვლად კი ბატონო რა ვიცი კიდე ცეცხლი ლავად მაგმად
მაგრამ ელვად რავი ნუ 4 ელემენტი არსებობს ცხადია და ელვაც არის კიდევ მეხუთე ელემენტი არსებობს არ ვიცი ვნახავთ შემდეგ სერიებში იმიტომ რომ აიროც ფლობს მაგ ელვას და აზულაც საინტერესო იქნება ასევე ზუკომ თმები რომ მოიჭრებოს ანუ ახლა მთელი სეზონი ფაქტობრივად გადაპარსული თავით უნდა იყოს ნუ პატარა უკან უნდა დარჩეს თმები ცოტა მთელი მეორე სეზონი ეგრე უნდა გაატაროს გაიქნება ესე ახალი თმები ზუკო მაგრამ უკვე აი პირველ სეზონში ვამბობდი არც ისე ძალიან უხდება მეთქი მაგრამ მივაჩვიე უკვე სიმართლე გითხრათ ასეთ ზუკოს რა და უფრო მომწონდა ახლა ახალს უნდა მივაჩვიო და აიროსაც თუ აიროს სიმართლე გითხრათ დიდად არ იქნება ესეთი დიდი განსხვავება თმები უკან რომ მოიჭრა მაგრამ აი ზუკოს აშკარად დაეთყობა ანუ ზუკო და აირო ახლა გაიქცნენ რატომ მაქვს ისეთი შეგრძნება თითქოს და აირო უნდა დაბრუნდეს ანუ აიროს ამბავი რო ვიცი ასე არ დატოვებს ყველაფერს ზუკომ საკმაოდ დიდი შეურაცხყოფა მიაყენა ამ სერიაში მაგრამ აი ეს ხო აირო ახლა მაინც დადებითი მხარე უნდა მოძებნოს და კი სწორად მოიქცა მართალი აღმოჩნდა საბოლოო ჯამში იმიტომ რომ ზუკო აიროს გარეშე იქიდან ვერ გამოიქცეოდა და რა თქმა უნდა ეს პიძიეს დამსახურება არის ზუკომ რომ ცოცხალი დარჩა ვერ ვიტყვი რომ ტყვეობას რომ გადარჩა და ახლა აზულამ გამოაცხადა ორივეზე ძებნა რაც შეეხება ანგს და მაგის ავატარის მდგომარეობას მომდნელი იყო სიმართლე გითხრათ როკუს გამოჩენა მაგრამ გამოადგება ანგს დარწმუნებული ვარ რაც ახლა აუხსნა რაც ახლა ელაპარაკა იმიტომ რომ უნდა ისწავლოს ამ რეჟიმის კონტროლი სანამ არასტაბილური გახდება რომ არ გახდეს არასტაბილური უბრალოდ და როკუ მინდა გითხრათ რომ კარგად ეხმარება ავატარს ანგს ყველაფერში იროდიული არის რადგან როკუ ცეცხლის ბრძანებელი იყო და ცეცხლის ბრძანებლების წინააღმდეგ ზუსტად ეხმარება ანგს რომ ოზაი დაამარცხოს მე ამას საინტერესოდ და კარგად შემნათვლი ცოტა აურია ამ გენერალმა ყველაფერი მაგრამ თავისუფლად შემიძლია გავუგო იმიტომ რომ რაც შეიძლება მალე უნდა ტყვეობიდან იხსნას მეომრები შეაჩეროს სიკვდილიანობა ამავე მეომრების და როგორც იქნა დაამარცხოს ცეცხლის ტომი ამისთვის საჭიროა ავატარი ანგი და ხო თავისუფლად შემიძლია გავუგო თუმცა აკეთებდა ამას თუმცა იქცეოდა ასე და თავისუფლად შემიძლია გავუგო რა თქმა უნდა ანგსაც და კატარას პირველ რიგში ის მოგონებებიც მეტყველებს იმაზე ნუ გიასოს გვამი რომ იპოვეს რომ ანგი თლად ისე ანუ მზად არ არის რა აშკარად აქვს თავისი პრობლემები უფრო ფსიქოლოგიური ემოციური რისი დაძლებაც სჭირდება და კატარა და სოკა დაეხმარებიან ამაში რა თქმა უნდა ცხადია ახლა რა გვერდის შემდეგ სერიებში ზუკო მოარი თქვა ოჯახზე თელი პირველი სეზონი ველოდებოდი მაგ მომენტს როდის აღიარებდა რომ როდის მიხვდებოდა რომ მამამისი არ უყვარდა და არაფერს არ აინტერესებდა მაქსიმუმ ერთი ტყვეთ თუ აიყვანდა იმიტომ რომ არ დახმარებოდა ავატარს ეგ და აირო და მე მეგონა რომ მეორე სეზონის ბოლოსკენ ესე დარწმუნდებოდა ან მესამე სეზონის დასაწყისში მეორე სეზონის პირველი სერია და ზუკომ უკვე უარი თქვა მამასთან დაბრუნებაზე ველოდები ამ მომენტის ამ სიტუაციის განვითარებას ველოდები ზუკოს და აზულას დაპირისპირებას რაც საინტერესო უნდა იყოს წესით და ცოტა აიროზე ისევ ნერვიულობს სიმართლე გითხრათ მაგრამ კარგი არ დაგავიწყოთ რომ დღეს ორ სერიას ვუყურებთ ამიტომ გადავინაცვლოთ შემდეგისკენ
მეორე სეზონის მეორე სერია ავატარი ლეგენდა აანგზე 3-2-1 დაწყეთ. იზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. მიწა. ცეცხლი. და ეს ცეცხლის აზულა ხომ არ იყო? დიდი ხნის წინ 4-ერი მშვიდობიანად ცხოვრობდა. დაუკვირდები შემდეგ სერიაში. ცეცხლის ერმა ბრძოლა დაიწყო. მათი შეჩერება მხოლოდ ავატარს 4-ვე სტიქიის მბრძანებელს შეეძლო, მაგრამ როდესაც ავატარი მსოფლიოს ყველაზე მეტად ჭირდებოდა, ის გაუჩინარდა. მას შემდეგ 100 წელი გავიდა და მე და ჩემმა ძმამ ახალი ავატარი ვიპოვეთ. ის ჰაერის მბრძანებელი ანგია. მისი საოცარი შესაძლებლობების მიუხედავად კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს, სანამ ვინმეს გადაარჩენს. თუმცა მჯერა, რომ ანგს მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია. აბარა, ავატარი ლეგენდა აანგის შესახებ. ლეგენდა აანგის შესახებ უკვე მეორე წიგნი ასევე მიწა მოიხსენებთ. მეორე თავი ორი შეყვარებულის გამო Cave of Two Lovers. ორი შეყვარებულის გამოქვაბული რა. ბავშვებო მალე ესე თორე ესა. დიდი გზა უნდა გავიაროთ თუ დღეს ომუშამდე მისვლა გვინდა. შენ წასასვლელად მზად ხარ შიშველო ბიჭო. უბრალოდ შენ ვიქნები. სერიოზულად. მართლა. ესე იგი 8 ფეხას მოძრაობას მიჩვენებდი? ხო, ახლა შენი ჯერია. ხელები ზედმეტად დაშორებული გაქვს. ხედავ, თუ ხელებს ახლოს დაიჭერ ცენტრს დაიცავ. გასაგებია? ხო, მადლობ. კარგი, ნახოთ რა შეგიძლია. ო. ოპა. შენი 8 ფეხა შესანიშნავია. მოსწავლე ამ. ეტყობა. მოგზაური გოგონა შეიყვარო. მიგატოვებს და გულგატეხილი ეს მიწის სტომია ერთ-ერთი. გამარჯობა მდინარის ხალხო. დინარის ხალხი არ ვართ. არ ხართ? აბა ვინ ხართ? ჩვენ უბრალო ადამიანები ვართ. ყველა ადამიანები ვართ, მეგობარო. და თქვენ ვინ ხართ? მე ჩონგი ვარ. ეს კი ჩემი ცოლი ლილია. მოხეტიალეები ვართ და იქ მივდივართ, სადაც ქარი წაგვიყვანს. მოხეტიალეები ხართ? შესანიშნავია. მეც მოხეტიალე ვარ. მაგარია მეც. ხო, ვიცი. უკვე თქვით. ლამაზი საცვალი გაქვს. ო. აირო. საჭმელი ვერ ვიპოვე. ასე ცხოვრება არ შემიძლია. არ მინდა რომ ტოლვილი ვიყო. ზუკო. შეუძლებელია. ვაიმე. რა საკეთებ? ზუკოს თავი. ახლა თეთრი დრაკონის იშვიათ ყვავილს. არა, ამას ვერ მივეჩვევი. ლის დამსახურებით ჩაი ისეთი გემრიელია, რომ გული გეტკინება. თუმცა შესაძლოა ეს ნეფრიტის ყვავილია, რომელიც შხამიანია. საჭმელი გჭირდება. ხამიანი. და არა ჩაი. წავალ ვითევზავე. სასიამოვნო ჩაი თუ სასიკვდილო შხამი? ო, ახლა არ შეჭამო რა. გამარჯობა სოკა. შეჭამო რა არ დალიო. უნდა მოისმინო. ისინი ყველგან არიან ნამყოფები. ყველგან არა ის რიანო. მაგრამ ჩვენთვის უცნობ ადგილებზე ინფორმაციას ისტორიებიდან და მუსიკიდან ვიღებთ. მითხრეს რომ უზარმაზარი ქვეწარმავლის სანახავად წაგვიყვანენ. გზად ჩანჩქერს ვნახავთ, რომელიც დაუსრულებელ ცისარტყელას ქმნის. მისმინეთ, არ მინდა განწყობა გაგიფუჭოთ, მაგრამ რადგან კატარა დაკავებულია, მე გადავწყვეტ. ომაშუში უნდა წავიდეთ. არანაირი შემოვლითი გზები ჭიები და რა თქმა უნდა არანაირი ცისარტყელები. მოიცადე, როგორც ჩანს ვიღაცას ეჩქარება. მე მგონი ზედმეტად ნერვიულობ იმაზე, თუ სად მიდიხარ. იმაზე ნაკლები იფიქრე თუ სად მიდიხარ. იმაზე იფიქრე რომ უნდა წახვიდე. ო? მა? შუ? სოკა მართალია. მეფე ბუმი უნდა ვიპოვოთ, რომ ანგმა მიწის მართვა უსაფრთხო ადგილას შეძლოს. როგორც ჩანს, ომაშუში მიდიხართ. საიდუმლობილი გზერთი ისტორია ვიცი. ბილიკი მთებში მიგიყვანთ. ეს იციან უკვე ალბათ ავატარი როა ამგი. ლეგენდაა. ისეთივე ძველია, როგორც მეთქობა არა. ორ შეყვარებულს ურთიერთობა ეკრძალება. აუ, ორი შეყვარებულის გამოქვაბული. ერთმანეთს ჩამოაშორა, ხოლო მთებმა ისინი დააშორა. მათ ბილიკი შექმნეს, რათა ერთად ყოფილიყვნენ.
შემდეგი ორი ხაზი დამავიწყდა, მაგრამ ასე გრძელდება. ვაუ. საიდუმლო გვირაბი. მთებშია საიდუმლო გვირაბი. მგონი უნდა გავფრინდეთ. ცეცხლის სამეფოსთან საქმე აქამდეც ვქონია. გაუმკლავდებით. ხო, დახმარებისთვის გმადლობთ, მაგრამ აპას მიწის ქვეშ სიარული არ უყვარს. ჩვენ კი გვინდა რომ აპამ თავი კარგად იგრძნოს. ცეცხლის. საიდუმლო სასაფლაო გამოქვაბული. წავედით. ეს რა იყო ახლა? ზუკო. ზუკო, ის მცენარე გახსოვს ჩაიში რომ უნდა დამემატებინა. არ დაგიმატებია. დავამატე და შევწდი. როდესაც გამონაყარე ყელამდე მიაღწევს, სულ თქვას შევწყვეტ. მაგრამ ნახე რა ვიპოვე. ეს პაკუისკენ კრა. თეთრი ნეფრიტისგან გამოწვეულ მოწამვლას კურნავს. ან შესაძლოა ეს მაკაოლისკენ. კარგია ხო? სიბრმავეს იწვევს. მე ჯერ აღარ გავრისკავთ. დახმარება გვჭირდება. სად უნდა წავიდეთ? მიწის სამეფოს მტრები და ცეცხლის სამეფოს დევნილები ვართ. თუ მიწის სამეფოს მბრძანებლები გვიპოვიან, მოგკლავენ. თუ ცეცხლის სამეფოს ხალხი გვიპოვის, აზულასთან წაგვიყვანენ. ჯობია მიწის სამეფოს ხალხმა გვიპოვოს. სიკვდილიც კი ურჩევიათ აზულასთან წასვლას. იქ მხოლოდ ერთი გვირაბი არ არის. შეყარებულებს არ უნდათ რომ მათი სიყვარულის შესახებ ვინმეს გაეგო, ამიტომ ლაბირინთი ააშენეს. ლაბირინთი? ლაბირინთი სოკა. თავარია სიყვარულის გვჯეროდეს. ამას წევლად გვეუბნება. წევლა? ეულა. მოვედით. კონკრეტულად რა წევლას გულისხმობთ? წევლის მიხედვით გამოქვაბულში შესვლა მხოლოდ მას შეუძლია, ვისაც სიყვარულის სჯერა. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოქვაბულის ტყვე გახდები. და მოკვდები. გამოკვდი. სიმღერის დარჩენილი ნაწილი გავიხსენე. და მოკვდები. საკმარისია. დაწყევლილ ხრელში არასდროს შევალთ. ნუ ვისაც სიყვარულის არ სჯერა. ცეცხლიდანთო. ოპა. ეს ცეცხლი არ არის ზუკო. ეს ცეცხლის სამეფო. გვითვალთვალებენ. ანუ ამ გამოქვაბულში შესასვლელად საჭიროა რომ სიყვარულის გჯეროდეს? მართალია ეს რიანო. ორი შეყარებულის გამოქვაბული. ამას შევძლებთ. ყველანი გამოქვაბულში შევიდეთ. კატარა და ანგი. შანსიან, კარგაბოტოვო. შეჭერდით. ეს ზედმეტად საშიშია. სიმღერა არ მოისმინეთ? იქ უნდა გამოვკეტოთ. დანარჩენს მთა გააკეთებს. კაი, ეს სუდია. არა უშავს აბა. ყველანი კარგად ვიქნებით. იმედი. ხო, აბას მიწის ქვეშ სიარული არ შეიძლება. მოგკირდება. ჩო, ჩირეხნები რამდენ ხანს გაძლებს? თითოეული დაახლოებით 2 საათით ჩვენ გაძლევს. კი 5 ჩირაღდანი გვაქვს, ანუ ჯამში 10 საათი გვაქვს. არაფერი გამოვა თუ ყველას ერთდროულად ავარ. ჯამში 10 საათი. მართალია. მე რუკას დავხაზავ, რათა ზუსტად გავიგოთ სად ვიყავით. შემდეგ კი ლაბირინთს გავივლით და გარეთ გავალთ. რატომღაც გქონია რომ ანგი და კატარა უკვე ცალკე უნდა გაჩნდნენ. აკაკაურები არ ხართ. ჩვენ თეთრ ნეფრით ცხელს არასდროს ვკიდებდით. მით უმეტეს მისგან ჩაის არ ვაკეთებთ. ესე იგი მოგზაურები ხართ? დიახ, მოგზაურები ვართ. სახელები გაქვთ? სახელები? რა თქმა უნდა გვაქვს. მე ლი ვარ. ლი. ეს კი ჩემი ბიძაა. მუშია. ჩემს მიშვილს მამის სახელი დაარქვეს, ამიტომ მას უმცროს ვეძახით. ესე იგი მუში და უმცროსი. მე კი სონგი მქვია. როგორც ჩანს მოგშივდათ. სულ ხომ არ დარჩებოდით? უკაცრავად, მაგრამ გზა უნდა განვაგრძოთ. ცუდია. დედა ჩემი ყოველთვის ბევრ შემწვარი ხს ამზადებს. ზუსტად საცხოვრობ. სოგა, უკვე მე 10 ჩიხთან მიგვიყვანე. აჰაირო.
არაფერი მისმის. მაგრამ შარში გაგხვევათ ყოფილი. რუკა არ გჭირდება, უბრალოდ სიყვარული გვინდა. ამ პატარა ბიჭმა ეს იცის. ხო, მაგრამ რუკის წინააღმდეგი მაინც არ ვარ. აქ რაღაც უცნაური ხდება. ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს. გვირაბები იცვლება. გვირაბები იცვლება. კი. ჩემი შვილი ამბობს, რომ თქვენ ლტოლვილები ხართ. როდესღაც ჩვენ ლტოლვილები ვიყავით. როდესაც პატარა ვიყავით, ცეცხლის სამეფო ჩვენ სოფელს თავს დაესხა. მათ ყველა კაცი წაიყვანეს. მაშინ მამაჩემი ბოლოჯერ ვნახე. მამაჩემი მრავალი წელი აღარ მინახავს. ომში იბრძვის? სულკო. ხო. წარმოვიდგენი ახლა ზუგორას გძლებს ცეცხლის სტომზე რომ წონასწორებს. ვიცოდი რომ აქ არ უნდა ჩამოვსულიყავით. ხო. ნეტავ თქვენთვის მოგვესმინა. ყველანი გაჩვმდით. ნეტავ თქვენთვის მოგეს. სოკა. ეს უზარმაზარი კბილებიანი მხეცია. არა, ეს მგელხამურაა. გელღამურა? აპაგავაბრასეთ. აბანკ. და ახლა გიდა კატარა მარტო დარჩებიან როგორც მე ვთქვი. ვაუ. ну აბასთან ერთად, კაი. აზრი არ აქვს. ვაიმე სოკა ამბათთან ერთად დარჩა. ყავართ. არა. აუს. ეს კიდევ იქნებოდა. შეიძლება შემოგიერთდე. ვიცი რაც გამოიარე. ეს ყველამ გამოვცადეთ. შენ ცეცხლის სამეფოს ხოხმა დაგასახიჭრა. არა უშავს. მათ მეც დამასახიჭრეს. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. გამოქვაბულს შენი დამარცხების საშუალება არ მისცე. ქვებს შენი ღიმილის გაქრობის საშუალება არ მისცე. როდესაც გვირაბში სიბნელეა, მასხარა გჭირდება. გამოქვაბულს შენი დამარცხების საშუალება არ მისცე. სოკა. ანგ, შეხედე. გასასვლელი ვიპოვეთ. კარგი იყო. ეს გასასვლელი არ არის. არა. ეს აკლდამაა. ალბათ ესენი ლეგენდის შეყარებულები არიან. აქ დაკრძალეს. ეს სურათები მათ ამბავს გვიყვება. კი. ო. აბა. მოისმინეთ ამბავი. ერთმანეთს მთის მწვერვალზე შეხვდნენ, რომელიც მათ სოფლებს ერთმანეთისგან ყოფდა. სოფლები ერთმანეთს ემტერებოდნენ, ამიტომ ერთად ვერ იქნებოდნენ. მაგრამ მათი სიყვარული ძლიერი იყო და მოსწონილი მონახეს. რომეო და ჯულიეტა, ავატარის ვერსია. შეყვარებულებმა მაჩვებისგან მიწის მართვა ისწავლეს და მიწის პირველი ბრძანებლები კარგი. გახდნენ. მათ მიწის პირველი ბრძანებლები? ჩუმად ენახათ. ყველა ვინც მათი მოძებნა ცადა ლაბირინთში სამუდამოდ დაიკარგა. ვაუ.
მაგრამ ერთ დღესაც კაცი არ მოვიდა. სოფლებს შორის გამართულ ბრძოლაში დაიღუპა. აჰა. სასოწარკვეთილმა ქალმა თავისი ძალა ყველას აჩვენა. მას ყველას განადგურება შეეძლო. ამის ნაცვლად ომი დასრულებულად გამოაცხადა. ავატარი ხომ არ იყო ეს ქალი? საშენებაში დაეხმარა, სადაც ყველანი ერთად და მშვიდობიანად იცხოვრებდნენ. ქალის სახელი იყო ომა, ხოლო კაცს ერქვა შუ. ომაშუ. ქალაქს ომაშუ მათი სიყვარულის ნიშნად დაარქვეს. ვა. სიყვარული სიბნელეში გაჩენილი სინათლეა. ვაუ. სიბნელეში გაჩენილი სინათლე. შესანიშნავია, შენმა გეგმამ კიდევ ერთ ჩიხთან მოგვიყვანა. აუ ესენი რა. მე იდეების მოფიქრებასა და ჩვენ საკედან გაყვანას მაინც ვცდილობ, მოკო. მოიცადეთ. იდეებზე ფიქრობთ? ერთი იდეა 1 საათის წინ მომივიდა. ხო, იდეებზე ყველანი ვფიქრობთ. მაშინ მომისმინე. თუ სიყვარული აქედან გაღწევის გასაღებია, ესე იგი, სასიყვარულო სიმღერა უნდა ვიმღეროთ. ამ გვირაბებიდან გასაღწევი გზა როგორ უნდა ვიპოვოთ? მე გიჟური იდეა მაქვს. რა იდეა? დაივიწყე, ზედმეტად გიჟურია. კატარა, რა იდეა გაქვს? იცი რა ვიფიქრე? წევა ამბობს, რომ აქედან ვერ გავალ, სანამ სიყვარულს არ ვიწამებთ. მართალია? აბა. ეს ამბავი კი გვეუბნება, რომ სიყვარული სიბნელეში გაჩენილი სინათლეა. აქ სურათია, რომელზეც ისინი ერთმანეთს კვეთენ. ამით რისი თქმა გინდა? მოკლედ, იქნებ ერთმანეთისთვის გვეკოცნა. ერთმანეთს ვაკოცოთ? ო, ეს გიჟური იდეა. აუ. მიდით რა. ერთმანეთს ვაკოცებთ. ერთმანეთს ვაკოცებთ. რაზე ვფიქრობდი? ამის წარმოქმნა შეგიძლია? ო, შენი კოცნა ნამდვილად არ მინდა. What? არ მეგონა, რომ ასეთი საშინელება იყო. პატია რომ შემოგთავაზე. არა, არა. თუ არჩევანის გაკეთება შენთვის კოცნასა და სიკვდილს შორის მომიწევს. რა? მირჩევნია შენ გაკოცო, ვიდრე მოუკვდე. ეს კათინაურია. მე კი დარწმუნებული არ ვარ, რომელი მირჩევნია. არა. რა მჭერს? რეალურია. მაშინაც კი თუ დაიკარგე, არჩევანის გაკეთება კოცნასა და შენ სიკვდილს შორის. იმიტომ რომ შენს ეს საშინელი შედარება იყო ამგ. დახსოვდა. ვიღაცას მოკლავს. ძალიან გემრიელი იყო. არაფრის. მიხარია, როდესაც ჩემს მომზადებულ კერძებს ასე გემრიელად მიერთმევე. დიდი გამოცდილება მაქვს. უმძროსო, მანერებისად დაკარგე. ამ კეთილ ადამიანებს მადლობა უნდა გადაუხადო. გმადლობთ. ვიცი, ფიქრობთ, რომ სამყაროში იმედი აღარ დარჩა. მაგრამ იმედი არსებობს. ავატარი დაბრუნდება. ვიცი. ავატარი დაბრუნდება. რას აკეთებ? ამ ადამიანებმა დიდი სიკეთე გამოიჩინეს. მათ მეტი სიკეთის გამოჩენა მოუწევთ. აუ, ზუკო. წავედით? რა ვიცი. ოპ. დაინახა. სინათლე ნებისმიერ წამს ჩაქრება, ხომ ასეა? გონი ასეა. რა უნდა ვქნათ? რისი გაკეთება შეგვიძლია? კოცნა. ეს საუნდტრეკი თან. ეს არ მოხდება, ხო? თუ მოხდება. არ თქვათ. არ გვაჩვენეს. არ გვაჩვენეს, სერიოზულად. შენ გადაგვარჩინე, სოკა. არა. ისინი რაღაცას გამოექცნენ. რას გამოექცნენ? აბა? ეს ვინ არის?
სიმღერა მოსწონთ. მუსიკა უფრო სწორად. მუსიკა ყვარებიათ. კი. მაჩვებო, ჩემთან მოდით. აი. მოდით, დამეხმარეთ. დიდი მაჩვები გვირაბებს დარაჯობენ და მგელღამურები არ უყვართ. მაგრამ კარგი. უყვართ. ეს კრისტალისგანაა დამზადებული. ხოლო ციბნელეში ანათებენ. შეყვარებულებმა ერთმანეთი ასე იპოვეს. სინათლე ჩააქრეს და კრისტალებს გაყვნენ. ანუ ხო. ალბათ ეს გასასვლელია. მოკლედ, მე წავედით. სამწუხაროა კოცნარობელი. ნახეთ ანუ. პირველ სეზონში ველოდებოდი, მეორე სეზონში ვიფიქრე არ იქნება, საერთოდ მესამე სეზონში ველოდებოდი რა იქნება, მაგრამ მე იქნება გაჩვენა. და სოკა სად არის? და სოკა არ არის ჯერჯერობით. ეს სოკა. სოკა. როგორ გამოხვედით? ლეგენდას დაუჯერეთ და გზას სიყვარულმა გვაჩვენა. მართლა? ჩვენ კი ამ რისხანე მხეცებმა გამოგვიყვანეს. რა? აპათა ბობო. უბრალოდ ჭორაობენ. უი. იმის არავის შეგეშინდეთ, რასაც ახლა გეტყვით. მე მგონი ეს ბიჭი ავატარია. რა? და ომაშუში მგონი ეს ბიჭი ავატარია. არა? კარგი. ყველაფრისთვის გმადლობ, მაკუ. ხო არა, მეტი აღარ გჭირდება. აღარ გჭირდებით. მივხვდი რომ გეგმებმა მოგზაურობაში ხელი არ უნდა შეგიშალოს. უბრალოდ შენი სიმღერები დაუკარი. კარგი გეგმაა. მაშინაც კი თუ დაიკარგები, სიყვარული არ დაკარგო. იმიტომ რომ ის შენს გულშია. მოგზაურობა გრძელი და დამღლელი იყო, მაგრამ ახლა მიხვდებით ეს რას ნიშნავდა. ახლა დანიშნულების ადგილზე მივალთ. თქვენ წინაშია მიწის სამეფოს ქალაქი. არა. ვეღადავებით ხო? რელიზი ომაში დაიფრეს. და ალბათ ის იყო ხო აზულა. კარგი. ესე იგი მეორე სეზონის მეორე სერია, ავატარი. რა თქვა? კაი სერია იყო. მომეწონა. სამწუხარო იყო კიდევ ერთხელ კატარას და ანგის კოცნერობები ვნახეთ. ჩვენ როგორც მაყურებლებმა როგორც ჩანს არ უნდათ რომ ბავშვებს ენახათ. და ეს ამბავი ანუ ნორმალ კარგი სერია იყო მართლა. ანგმა კი აურია ცოტა ყველაფერი რო უთხრა. სიკვდილს და შენ კოცნას შორის რომ მქონდეს არჩევანიო, აი ეს მართლა არასწორი არჩევანი იყო სიტყვების და ნუ საერთოდ ჯამში აი რა შეიძლება რაც იყო. საბოლოოდ მაინც შევიგდნენ და შეძლეს გზის მიგნება. კიდევ ერთი, ნუ სოკამ რა თქმა უნდა კარგად წარმოაჩინა თავი ამ სერიაში. იმ ხალხმა, ნუ იმ მაკოს და მაგატომელებს ცოტა იმას ვიზავრო ქვია. თითქმის არ შევეხები, იმიტომ რომ არ იყო დიდად დრო გითხრათ რომ საინტერესო პერსონაჟები, ჩვეულებრივი მოხეტიალეები, როგორც უკვე თქვეს იყვნენ. კატარას და ანგის ურთიერთობების განვითარებას ველოდებით მომავალში. ეგ ერთი და ზუკო. ზუკოს ამბავი. და დაინახა ბოლოს იმ გოგონს, რომ მოპარეს ცხენი თუ ვინ არის ეს ფინავი ცხენი, დინოზავრი ცხენი, არ ვიცი, მოპარეს და ხმა არ მოუღია, იცოდა რასაც აკეთებდა. შეიძლება ისიც იცოდა, რომ ცეცხლის
ტომიდან იყვნენ, მაგრამ ჩუმად იყო. რა ვიცი. არ ამგონია კიდევ ერთხელ ნახოთ ის გოგო, მაგრამ მაინც თუ ნახეთ კარგი იქნება. ზუკოსთვის მნიშვნელოვანი იქნება ყოველ შემთხვევაში. ასე თუ ისე კარგი სერია იყო. მაყოფილი დავჭი და ომაშუ საკმაოდ სულ მდგომარეობაშია და ახლა იმას უნდა მივხედოთ, თუ მე გადავარჩინოთ. უნდა ვიხსნათ ცეცხლის ბრძანებლობას ტყვევიდან და შემდეგში რა იქნება ახლა ანგის დააზულას შეხვდა რა, თომ? კაი იქნება. საინტერესო ეგზაურებელი იქნება აშკარად ანგის დააზულას დაპირისპირება. არ ვიცი საერთოდ ჯამში აზულა მოუგებს თუ ანგის იმართლე გითხრათ ამჟამად, მაგრამ როგორც ვთქვათ, აზულა ზუკოზე ძლიერი უნდა იყოს. კარგი მაშინ. რო გითხრათ რომ ბევრი სალაპარაკო მაქვს ამ სერიაზე არა. დაგემშვიდობებით, იმედი მაქვს მოგეწონათ ეს ვიდეო, თუ მოგეწონათ დალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, დატოვეთ კომენტარები და გააქტიურეთ ზარისხი ლაგი. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის. კარგად ბრძანდებოდეთ.